ახალი თაობა პროგრესისთვის და ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „შეიცანი შენი ქვეყანა“, რომლის მიზანია ეთნიკური უმცირესობების, სტუდენტების სამოქალაქო ინტეგრაციისა და სამოქალაქო ღირებულებების გაძლიერება. პროექტის ფარგლებში მონაწილეები გუშინ საღამოს სტუმრობდნენ საქართველოს პირველ არხს, სადაც გაიმართა საგანმანათლებლო შეხვედრა და ფილმის „ეგრისის დიდი ომი“ ჩვენება. ვიზიტი ემსახურებოდა საქართველოს ისტორიის, კულტურული მრავალფეროვნების და ახალგაზრდებს შორის კომუნიკაციისა და თანამშრომლობის გაღრმავებას. პირველ რიგში არსებობს ესეთი პრაქტიკა, რომ მოდიან ახალგაზრდები, როგორც სტუდენტები, ისე სკოლის მოწაფეები და ადგილზე ეცნობიან იმ პროდუქციას, რომელსაც პირველი არხი აწარმოებს, თვითონ ეცნობიან ტელევიზიის მშენებლობას. ეს არის ინტერესის გამოხატვა თვითონ ტელევიზიის მუშაობისადმი და იმ პროდუქციისადმი, როგორც მოგახსენეთ, რასაც ჩვენ ვაწარმოებთ, ამ შემთხვევაში არიან სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლები და სტუდენტები და ინტერესი გამოხატეს, რომ ნახონ ისტორიული ფილმი, რომელიც ცოტა ხნის წინ გადაიღო პირველმა არხმა ეგრისის დიდი ომი. დღევანდელი ჩვენი ვიზიტი საზოგადოებრივ მაუწყებელში და მხატვრულ დოკუმენტური ფილმის ეგრისის დიდი ომი ჩვენება საკმაოდ საინტერესო არის და შემეცნებითი არის ახალგაზრდებისთვის. ვინაიდან აღნიშნული ფილმი არის პირველი მხატვრული დოკუმენტური ფილმი AI-ის მიერ დაგენერირებული ახალგაზრდებისთვის ეს საკმაოდ საინტერესო არის და მათ ისტორიის შეცნობაში ეხმარება. ფილმის ჩვენების შემდეგ ასევე ახალგაზრდები მოინახულებენ საზოგადოებრივ მაუწყებლის შენობას, დაათვალიერებენ პავილიონებს, გაეცნობიან სამუშაო გარემოს, რაც ასევე საინტერესო არის და მნიშვნელოვანი არის მათი სამოქალაქო ინტეგრაციისთვის და განვითარებისათვის. ჩემთვის მნიშვნელოვანია ჩვენი პროგრამა, ჩვენი ახალი თაობა პროგრესის პროგრამა, რადგან ის აძლევს საშუალებას, რომ ასეთ საინტერესო შეხვედრები გავაკეთოთ და მონაწილეობა მქონდეს ასეთ საინტერესო შეხვედრებში. მინდა ფილმზე ვისაუბრო, რომ საკმაოდ საინტერესო იყო, მიუხედავად იმისა, რომ AI-ის გაკეთებული იყო და AI გამოყენებული იყო ფილმში, ისეთი აურა და ისეთი შთაბეჭდილებები მქონდა, რომელიც ძალიან მომეწონა.